მოგესალმებით შენი პოდკასტი გრძელდება მასწავლებლების წარდგენა. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი არის 5 რიტმის სერტიფიცირებული მასწავლებელი ტატა ლებანიძე. გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი, სანამ დავიწყებთ, გარკვეულწილად შემეცმა გამოცდილება ამ 5 რიტმით, რაც არის, ესე ვთქვათ რა, მცირე, მაგრამ მაინც მაქვს ეს გამოცდილება და რაღაცებს მე ჩემს ასაც გავაზიარებ, რაც მე იგრძენი და ასე შემდეგ რა, რაც ხდება ამ 5 რიტმის დროს, მაგრამ სულ თავიდან მოდი დავიწყოთ შენით. ხო, ანუ საიდან დაინტერესდა, რა არის ზოგადად, რო თქვა, ცოტა 5 რიტმის ცეკვა და ზოგადად 5 რიტმი და შენ როგორ დაინტერესდი პირველად როდის გადაიკვეთა, ესე ვთქვათ, შენი ცხოვრების გზაზე ეს პრაქტიკა და მე უკვე მივყვეთ ლაპარაკს. კარგი. პირველ რიგში 5 რიტმი არის დინამიური მოძრაობის მედიტაცია, რომელიც დაარსდა სადღაც გვიან 60-იან 70-იან წლებში. გაბრიელ როთი ეს ქალბატონი არის ნიუ-იორკიდან, რომელმაც შექმნა ეს პრაქტიკა. და საკმაოდ სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და დღესდღეობით თითქმის ყველგან არის მთელ მსოფლიოში ეს პრაქტიკა ძალიან დიდი პოპულარობით. რაზეც არის დაფუძნებული ძირითადად არის ის, რომ მოძრაობით როგორ გარდაქმნათ ჩვენი ქვეცნობიერი და როგორ დავუბრუნდეთ ჩვენ ნამდვილ არს. ანუ 5 ცხოვრების ენერგიაზე, მთავარ ენერგიებზე არის შემდგარი ეს რუკა, რომელიც უბრალოდ გაბრიელმა აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ამ ციკლით მოძრაობს სამყაროში და დაარქვა ეს სახელები, რაც შეადგენს ეს მთავარ რუკას. არის პირველი არის flowing-ი, მიმდინარე რიტმი, მეორე არის staccato, მამრობითი ენერგია, ან პირველი დიადრობით და მამრობითი ენერგიებს არის სამყაროსთან არის კავშირში, სხეულთან, გულთან. მესამე არის ქაოსი, გარდაქმნა, გამოსვლა ამ ტვინიდან, ქაოტური ფიქრებიდან, ანალიტიკური, judgmental, ანუ კრიტიკული ხო ანალიტიკური ტვინიდან, რომელსაც მთელი ეს ინფორმაციები, რასაც ვიღებთ გარე სამყაროდან, წარსულიდან, სოციუმიდან, რომ გაუშვათ ის, რაც ჩვენი რეალურად არ არის და ეს გარდაქმნის პერიოდში შევდივართ უკვე მეოთხე რიტმში, რომელსაც ქვია ლირიკა და აქ ვეძახით ჩვენ სულის შემოსვლის ფაზას. სადაც ნამდვილ არს ვიბრუნებთ და შემდეგ არის ბოლო რიტმი, stillness-ი, სიმშვიდე, სადაც ინტეგრაცია ხდება ამ მთლიანად ამ 4 რიტმის, საიდანაც იწყება, ყველა დასასრული არის ახალის დასაწყისი და ფაქტიურად ინტეგრაციას გადიხარ, კონკრეტულად იმ ცეკვის პროცესში, რასაც გადიხარ, ცხოვრებაში, რასაც გავდივართ რაღაცა ფაზას, რომ სრულდება, რომ ყველაზე დიდი სიბრძნე მან შემოდის, ოდესაც ხვდები თუ რა ისწავლე ამ გამოცდილებიდან. ეს მარტივად რო ავხსნათ, ეს არის თლიანად. ანუ ეს არის ცეკვა, რომელიც დაყოფილია გარკვეულ რიტმებად, ხო? რიტმებად, ანუ ენერგიები არის. ამ ენერგიებთან რა კავშირს ვამყარებთ ჩვენ ადამიანები და ეს ენერგიები არის ჩვენშიც და გარე სამყაროშიც. და რა ურთიოგორ ვამყარებთ ურთიერთობას ამ ენერგიებთან, ის როგორც საკუთარ თავთან, ასევე სამყაროსთან. და ეს დამფუძნებელი ვინც იყო, ესე ვთქვათ, ვინც ჩამოტვირთა ეს პრაქტიკა. ეს რაღაც მიქსი არის აღებული სხვადასხვა კულტურული თქვათ თვითონ მოიგონა თუ როგორ მოხდა. ანუ გაბრიელმა ბავშვობიდანვე დაიწყო ამ პრაქტიკის ასე რომ თქვათ ბუნებრივად ჩამოყალიბება იყო ის რომ გაიზარდა ძალიან კათოლიკურ ოჯახში, ცეკვავდა ბალეტს, არ იყო წარჩინებული მოცეკვავე და ეს თლიანად ეს როგორც ყველა ჩვენთაგანს, ყველა სოციუმში ეს ბლოკები რომ უნდა ჩარჩოებში ჩასმა, რაღაცისკენ ბრძოლა, სრულყოფილებისკენ, უბრალოდ იყო ძალიან თავისუფალი სულის ადამიანი ბავშვობიდან, ეძებდა, ანუ მაძიებელი იყო და ძალიან ღრმა და დიდი ინტუიციით გამოირჩეოდა და ასე რომ ვთქვათ, მოიხსენიებდნენ როგორც ურბან შამანს. მართლა მე პირადად სამწუხაროდ არ შევხვედრილ ვარ, მე აღმოვაჩინე კაკრას რამოდენიმე თვის შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა. მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს იმდენი გაბრიელზე, იქიდან გამომდინარე, რომ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და თვითონაც ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ეს პრაქტიკა მან ჩამოყალიბდა. ასე რომ ვთქვათ, მისი ოჯახის წევრებიდან, სამეგობროდან, მასწავლებლებისგან სულ იმდენი ინფორმაცია, რომ თითქოს შეგრძნება მაქვს, რომ შევხვედრილ ვარ.
ან იმის თქმა მინდა რომ იმდენად გამიგე რომ ძალიან ინტუიცია ეს უაღრესად ღრმა ინტუიციის მატარებელი იყო ეს ადამიანი ადამიანებს რო ხვდებოდა ეგრევე იცოდა ვინ ხარ რა ხარ რა გჭირდება რა ანუ გარკვეული უნარები ქონდა ნამდვილად შემდგომ ეს პრაქტიკა ფაქტიურად რომ დაიწყო ამის თავიდანვე მუშაობდა ძალიან ბევრ ადგილებში საავადმყოფოებში სადაც იყვნენ მენტალურად შეზღუდული მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები, ფსიქიურად შეშლილ ხალხთან, ასე რომ ვთქვათ, ბავშვებთან, სულ ანუ თავიდან არ იყო ხუთი რიტმი, უბრალოდ მოძრაობის და ცეკვით ცდილობდა რაღაცა დონის თერაპიების ჩატარება და თვითონვე ამ პროცესში აღმოაჩინა, რომ ეს ენერგიები არსებობს ჩვენს სამყაროში და დაინახა და დაარქვა სახელები. სანამ ამ სახელებს დაარქმევდა ამ ჩამოყალიბების პროცესში არის ესეთი ძალიან ცნობილი ინსტიტუტი კალიფორნიაში, ესელინ ინსტიტუტს ეძახიან, wellness ცენტრი. იქ გაიცნო Fritz Perls, რომელიც არის გეშტალტ თერაპიის დამაარსებელი ეს კაცი და მასთან ერთად უშუალოდ ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა მის პრაქტიკებს, იმიტომ რომ თვითონ Fritz Perls კლიენტებთან ასე რომ ვთქვათ, უწევდა მუშაობა გაბრიელს და ძალიან დიდი ბევრი რაღაცა ფაქტორები არის გეშტალტ თერაპიის თვითონ ამ ხუთ რიტმში, რადგან ერთობლივად იმ პროცესში ეხმარებოდა ჩამოყალიბების დროს. ასევე თვითონ ძალიან ჩართული იყო ამ სულიერი განვითარების სფეროში თვითონ გაბრიელი ძალიან ბევრს მოგზაურობდა კონკრეტულად ოშოსთანაც შეხვედრილი იყო ოშოს დინამიური პრაქტიკა ანუ ყველაფერი აქ აღებული და ერთობლივად შექმნილი რომელიც ძირითადი ასე რომ ვიტყოდი აქვს შამანური ფუძე იმიტომ რომ ასე რომ ვთქვათ მისი ცხოვრების ნაწილიც ძალიან ბევრი უკავშირდებოდა ამ კულტურასთან და ამ პრაქტიკებთანაც ასევე. და ხო, მესმის, მე თუ შენი სურვილიც იქნება, შეგვიძლია რომ თუ შეძლებ რომ სათითაოდაც რომ გავუშალოთ ეს ფაზები რას მოიცავს რა. და რო გავაგრძელოთ ახლა ეს ხაზი, ანუ შენთან როდის მოხდა გადაკვეთა, ანუ კონკრეტულად შენ. და აი რატომ მაინც ხუთი რიტმის, თქვათ, აი სხვადასხვა კიდე ხო არის რაღაც სხვა მიმართულებებიც ესე ვთქვათ რა, როცა კვით გამოხატო რაღაც ემოციები, რომელიც გაქვს შიგნით რა. ჩემთან ძალიან ახლოს არის ზოგადად ცეკვა. და ან ცეკვით გამოხატო არა, მე ძალიან სიამოვნებს ამით. ჩემთვის მედიტაცია, იმიტომ რომ ამ ენერგიას რომ მიყვები მერე რა რო იყვიძებს და მიყვები. არ ვიცი რა, თავისით რო გაკეთებინებს უკვე რაღაცებს რა, ეგ უკვე ძალიან საინტერესო არის რა, იმიტომ რომ იმას რო შენ ამას რო თავისი ინტელიგენცი რო გააჩნია, ანუ თავის ცნობიერება და ამას რო ანუ ხო, არ ვიცი ხა შენი გადმოსახედიდან რამდენად სწორია ესენი ყოლა, მაგრამ მაგაზეც დავილაპარაკოთ. რა, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, ანუ აი შენი გადაკვეთა რომ მოხდა და აი რატო დაკონექტდი რა, ეგრევე თქვა მაგაზე და არა სხვა რაღაცებზე. კი, საერთოდ 4 წლიდან ცეკვავდი ქართულ ცეკვებს, სადღაც 15 წელი. დედაჩემიც ზუღშილების მოცეკვავე იყო და ანუ ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ჩემთვისაც, ანუ ცეკვა და ჩემი არსებობა რაღაცა ერთდროულად დაიწყო, ასე რომ ვთქვათ. და შემდგომ როდესაც ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მოდელირებაზე, მომიწია ცეკვიდან წამოსვლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოგზაურობდი. და ეს იყო ჩემთვის ძალიან ესეთი, ასე რომ ვთქვათ, ტრაგიკული, იმიტომ რომ ძალიან განვიცადე. ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად ნიუ-იორკში ვიყავი სადღაც 19 წლის, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა სიმსივნით. ჩემი ძმა უკვე ცხოვრობდა ნიუ-იორკში 6 წლით ადრე იყო წასული და ფაქტიურად მაგ დროს დავამთავრე სამხატვრო აკადემიაც და ძალიან ასე რომ ვთქვათ, ვაფშე სხვა ადამიანი ვიყავი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ზედმეტად დამოკიდებული, ასე რომ ვთქვათ, მშობლებზე განსაკუთრებით დედაჩემთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ჩემთვის იყო ძალიან დიდი ანუ არ ვიცი რა სიტყვა დავარქვა, მაგრამ აბსოლუტურად მოვუწყდი სამყაროს, არ ვიცოდი როგორ მეარსება. და დაწავედი უბრალოდ დასასვენ რამოდენიმე თვით რომ რეაბილიტაციისთვის რომ ენახა ჩემი ძმა და ჩემოძომ რომ დამინახა რა მდგომარეობაში ვიყავი, გადაწყვიტა რომ უნდა დარჩენილიყავი და აღარ გამომიშვა, ასე რომ ვთქვათ.
შემდგომ უკვე რაღაც 1-2 წლის მერე დავიწყე გავაგრძელე იქაც სწავლა, ფარსაში ვსწავლობდი, ასევე მოდელირებაზე და ну, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასევე იყო ჩემი ოცნება, რახან fashion design-ზე ვსწავლობდი, რომ სადღაც გამეგრძელებინა სწავლა და დავიწყე ჩემი რაღაც კარიერული წინსვლის გზა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირდა, მოწყვეტილი ვიყავი, განსაკუთრებით პირველი 5 წელი. ჯერ მარტო აქაურობას მოწყვეტას და შემდგომ, აბსოლუტური სხვა ცხოვრების გავლას. ძირითადად, როდესაც ფაქტურად ოცადეი ჩემი გარდაიცვალა და წავედი იმ პერიოდში, თქოს ცხოვრება გავაგრძელე სხვაგან, მაგრამ ამ თვითონ ტრამვაზე არასდროს არ ყოფილა. არც საუბარი, არაფერი თქოს მიიჩქმალა სადღაც. ну, რა თქმა უნდა, პირველი სადღაც 2012 წლამდე, 13 წლამდე ფაქტიურად ჩვეულებრივად ცხოვრობდი. ამ ჩემს fashion design კარიერას ვიწყობდი და ძალიან მონდომებული, ჩართული, საკმაოდ ცნობილ ბრენდებში მუშაობდი და ბოლოს უკვე რომ ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა წინსვლა მქონდა, ყოველთვის სუსიცარიელად განვიცდი, ძალიან ემოციური, გინდა დავარქვათ ამერიკაში ყველა ეგრეა, რომ იცახიან, მაგრამ არც ეგრე არ არის ალბათ. ძალიან მიჭირდა ეს ემიგრაცია, საკმაოდ რთული პერიოდები გავიარე ისედაც, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობდი და მუშაობდი, მაინც სანამ აქამდე მივედი, ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ესეც ასე რომ თქვა დიდი წვალების და შრომის ფასად. და ეს ტრამვები ემატებოდა, ასე რომ თქვა, პირადი იყო ეს თუ გარედან შემოსული. სადღაც ესე უკვე 2013 როგორც ვახსენე, გავდიოდი კიდევ ერთ მეორე დიდ გარდატეხას პირადი ურთიერთობიდან გამომწვდინარე და ვიყავი მაშინ მახსოვს მივახციე ძალიან ისეთ პიკს ალბათ ის დაგროვილი ეს ყველაფერი და ეს იყო სადღაცას მეორე დანაკარგი. და ამბობენ რომ ნებისმიერი ურთიერთობის დასასრული თითქმის რაღაცა სიკვდილთან ასოცირდება ხო ადამიანს რო კარგავ და ალბათ ესეც ის რაღაცა ჩემი წამოსული ბავშვობისგან მოყოლებული ის ტრაუმა თუნდაც რომ დედაჩემსო დაემართა სიმსივნე ვიყავი 6 წლის და სულ მქონდა ის რომ შიში რო ერთ დღეს შეიძლება აღარ იყოს და მაქედან წამოსული ეს მთელი ყველაფერი გადამქონდა სულ ურთიერთობებზე რაღაცა ჩამოკიდებული რომ არ დაკარგო ვიღაცა. ეს ჩემთვის იყო ძალიან ტრაგიკული ასევე და მიუხედავთ იმისა, რომ ჩემი ძმაც ჩართული იყო რაღაც ასე დიდ სიღრმეებში არა ამ სპირიტუალ სამყაროში, მაგრამ გარემო მქონდა მაინც რაღაცა ზეგავლენა ასე რომ ვთქვათ, ყოველთვის რაღაც მაინტერესებდა რაღაცები 2009-ში იყო პირველად რო წავიკითხე კარლოს კასტანედას დონ ხუანის სწავლება და მაგრამ ესე ბოლომდე არასდროს არ წავსულა ასე რომ ვთქვათ. და ძალიან ესე მოდიოდა ინფორმაციები. 2013 წელს კაკრას მაგ პერიოდში იყო, როცა ჩემო მეგობარმა წამიყვანა დღეს ჩემო უსაყვარლოს ადამიანმა წამიყვანა ამ პრაქტიკაზე. ხუთი რიტმის პრაქტიკაზე, რომელიც გამაცნეს როგორც იოგა დენსი. და მახსოვს ეს ქალი ვინც ატარებდა ლუსია ჰორანი არის ასე რომ ვთქვათ ჯონათან ჰორანის და ჯონათანი არის გაბრიელის შვილი რომელიც ლუსია ფაქტურად გაიზარდა გაბრიელთან ერთად ჯონათანს და ლუსიას მამა იყო გაბრიელის მეუღლე და მახსოვს რომ პირველად რომ გამოვედი ამ კლასიდან გარეთ ვიდექი აბსოლუტურად გაშეშებული. შენ ნახე თუ პრაქტიკაზე მივედი ხო? პირველად მივედი ამ პრაქტიკაზე. ვიყავი აბსოლუტურად შოკში, იმიტომ რომ ვერც გამოვხატავდი სიტყვად რამხელა ზეგავლენა მოახდინა თუნდაც ერთმა დასწრება და მაგის შემდგომ ფაქტიურად დავიწყე საერთოდ მაქსიმალურად და სისტემატურად ჩართვა. რომ ახსენე მაგ პერიოდში როდესაც და რა კონკრეტულად მაინც რა იყო ისეთი რა რაც რომ დაიკლიკე რა მაგაზე ხო მაგას ამბობ ახლა ზუსტად მიუხედავთ იმისა რომ ეს პირველად ვიყავი რა ხან ვახსენე რომ ჩემთვის ცეკვა ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენდა რომ დავინახე რომ ცეკვით ამ ემოციების განცდა შემიძლია თან იმდენად მართლა ძალიან ძლიერი
მასწავლებელი არის ლუსია, თვითონ ენერგეტიკულად ეს ქალი, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ ვინ გადმოგცემს პირველად ამ ყველაფერს. და იმ ხელა ზეგავლენა მოახდა რომ დავინახე რომ ანუ ამ ხელა ემოციები ეს თავიდან ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ჩემში, იმიტომ რომ გარეთ ვიდექი, ვიყავი ფხიზლად არ ვიყავი, ასე შემიძლება მქონდა რაღაც გასული ვიყავი. მეც ეგრე ვიყავი ზუსტად, მე ჩემსაც მოუყვები. და თან როგორც ვახსენე იმ ხელა ეს სიბრაზე და მქონდა დაგროვილი ცხოვრებაზე გამწარებული, ანუ აღარაფერი რო აღარ გინდა, ასე რომ ვთქვათ. და აი ამ პერიოდში ხდება ამის აღმოჩენა, ამ პერიოდში ხდება უბრალოდ აი შემთხვევით და მოვიდა ჩემთან Diane Wire არის ეგეთი საკმაოდ საოცარი კაცი სპიკერი და კოუჩი, რომელიც გარდაცვლილია დღეს. მაგისი ინფორმაციები შემომივიდა, იქ რაღაც ოშოს წიგნების კითხვა დავიწყე, აი რაღაც თავისით დაიწყო ამ ინფორმაციების მოსვლამ. ყოველთვის ვიძახი რომ სამყარომ არ გამწირა და ესე მომაწოდა რაღაცები, რომ გადავრჩენილიყავი. და მაგის შემდგომ დავიწყე ყოველ კვირა, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, არც ერთ კვირას და არც ერთ კლასს არ ვაცდენდი, დავდიოდი ჩართული ბოლომდე ამ პრაქტიკაზე. ანუ შეიძლება ხო რომ განმეორე, ანუ რა რეგულარობით შეიძლება რომ აკეთო მაგალითად? შეიძლება არა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ეს შენი კომიტმენტი არ დაისახი ამაზე და ანუ რეგულარულად არიარე ესე ერთი აზრი არა აქვს. ალბათ როგორც ყველა სხვა პრაქტიკას, მაგრამ განსაკუთრებით ამას, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად რა ხდება, ენერგიების დღის მანძილზე აგროვილი ენერგია თუ რომ ძველია, ამ ენერგიების გაშვება ხდება. ჩვენ რომ იმ სიღრმეებში ჩავიდეთ, აი როგორც ხახს რომ მოაცლი კანს, ანუ შიგნით ვერ ჩახვალ, თუ გარედან ნელ-ნელა არ ჩამოიშორე, რომ მე სიღრმეში ჩახვიდე. თავიდანვე არ გექნება ეს სიღრმისეული განცდა. ალბათ ეგეც ინდივიდუალურია, მაგრამ ყოველთვის რაღაც ეტაპებს გადიხარ და მე პირადად თითქმის უკვე 13 წელია რაც ამ პრაქტიკაში აი მაქსიმალურად ჩართული ვარ და დღესაც და ბოლო 2-3 წლის მანძილზე ისეთ სიღრმეებში ჩამიყვანა, რომ აქამდე მეთქი სად იყო, მაგრამ ანუ ეგ არის ყოველ ეტაპზე ცხოვრების სხვადასხვა მას გადიხარ. და ესე რო აიღო რა, რომ აი ზოგი არის ხა თქვათ რომ აი რაღაც უფრო ზედაპირულად არაა თქვათ ისეთი რა დასტრესილი, მაგრამ ნუ მეტწილად უკვე ძალიან ყველა დასტრესილია, მაგრამ ნუ შეიძლება არ კონდეს რაღაც ისეთი პრობლემები რა, უფრო ზედაპირული კონდეს. ალბათ ის ერთ ცეკვაზეც უკვე იგრძნობს რაღაც შედეგს რა. თან პირველი რაღაც თითქოს განსაკუთრებულია თუ არ ვიცი რა, იმიტომ რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შენთან არ მქონია, მაგრამ ნუ სადაც მქონდა ხო? მე შენთანაც გამოვცადე ეგ, მაგრამ აი როგორი რაღაცა იყო, იცი? ჩემთან იყო ისეთი რაღაცა, რომ აი ჩვეულებრივად აიჰუასკას გამოცდილება მქონდა რა. აი ეგეთი რაღაც. ეგრე მეგონა რომ რაღაც აი იქაც ზუსტად სტეიჯებს როგორც გადიხარ, შენ აი ამ ცეკვაზეც ზუსტად ეს სტეიჯებს გავდიოდი რა და როგორ იყო, იცი, აი მთელი ცხოვრება გავიარე რა. აი როგორ ცხოვრებაში ხდება, რომ ვიღაცებს ხვდები, რაღაც ურთიერთობები გაქვს, მე მოდიხარ, მე შენ რაღაცა შენი სივრცე გაქვს, მე ამ სივრცეზე ეჯაჭვები, მე ამ სივრციდან უნდა გამოხვიდე, მე ეს რაღაცა და ხო მე რაღაცა შენ ნაწილს არ უნდა, იმიტომ რომ კომფორტის ზონას პოულობს იმ წერტილზე, სადაც დგას, ესე ვთქვათ რა და მე შენ გიდირებებსაც რო უსმედი უკვე შენ სივრცეში რო გააკეთე, ხო? ანუ აი რომ მიყავდა რომ ანუ გამოდით რა შენი ამ კონკრეტული არ მიეჯაჭო ადგილს, სადაც დგახარ რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა ეს შენი გაიდენსები რა, რასაც გვაძლევდი რა და ანუ აი არ ვიცი რა, მე და საბოლოო ჯამში მე რო წდება ეს პროცესი და უკვე რო ჯდებით რა. ეგეთი განცდა მქონდა, რომ აი აქ ერთი რეინკარნაცია გავიარე ცხოვრების მთლიანით, აი რა თავის მთელი დრამებით და რაღაცა ურთიერთობებით, ამბებით და რაღაცებით მარტო ყოფნებით და ხალხთან ერთად ყოფნებით და რაღაცები და მე რაღაცა აი სულები რო დატოვებენ ხელს და სადღაც ზედა სამყაროში რო შეხვდებიან, აი ესე ვიჯექით და თითქოს აი ყველა რაღაცა პერსონაჟი ვიყავით, რომელიც სადღაც ქვემოთ რაღაცა როლები გქონდა და მე ზემოთ ვიჯექით და ამას ვაზიარებდით რა. აი ეგეთი რაღაცა და აი არ ვიცი, მე მაგაზე მე მივხვდი, რომ მართლა რაღაცა ძალიან ეფექტური ის არის. აი მაგაზე მინდა თქვა დავადასტუროს სტად რომ ჩემ პირველად გამოვცადე ასე რა ვთქვათ
აიუასკა იყო 2015-ში და მის შემდგომ ძალიან ხშირად მაქვს გაკეთებული დასწრებული ცერემონიები, ჩემთვის ძალიან წმინდა და ძალიან ახლოს არის და თქო ზუსტად რა მაგის დავადასტურებ, რასაც იძახი, რომ იმდენად ჩემთვის ახლოს არის და ერთ-ერთი ყოველთვის ვიძახი, რომ ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია რის გამო, რითაც გავიარე იყო 5 რიტმი და plant medicine-ით და ფაქტიურად ის პროცესები, რასაც იქ გადიხარ და რეებსაც განახებს, ხო რამდენად შთამბეჭდავი და ძალიან სიღრმეში მიყავ ხარ, ინტეგრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ პრაქტიკის, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ინტეგრაციის პროცესი იმდენად, როდესაც ბრუნდებოდი ცეკვაზე, 5 რიტმის ცეკვაზე, ინტეგრაციას ყოველთვის გავდიოდი, იმიტომ რომ იმდენად გაბრუნებს იმ სიტუაციაში, მით უმეტეს გამოცდილი როცა გაქვს, იმდენად სწრაფად გაბრუნებს იმ განახებს, პარალელებს გავლევინებს, რომ ფაქტიურად მე უკვე ინტეგრაციას უფრო ადვილად ახდენ, იქ დანახulis, იმიტომ რომ ისევ ცეკვაში იქ მიდიხარ. ანუ იმ რაღაცა channels ხსნის იმ დონეზე, რომ უკვე იქ დაბრუნება შენთვის ძალიან ბუნებრივი ხდება. ასე მინდა ვახსენო, რომ როგორც ვახსენე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქო თავიდან პირველ გამოცდილებას. იქიდან გამომდინარე, რომ ნიუ-იორკში არის დაარსებული ეს პრაქტიკა თვითონ ეს არსებობს ძალიან დიდი ისტორია აქვს ასევე, რომელიც 5 რიტმს, რომელიც შედგება ამ პიონერი მასწავლებლებისგან, რომლებიც ნიუ-იორკში ჩამოაყალიბეს ეს კომუნა 5 რიტმის, რომელიც არის, რა ვიცი, ძალიან დიდი. და გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი ჯონათან ჰორანი აგრძელებს მის გზას და თვითონ უშუალოდ ჯონათანი ასწავლიდა ყოველ სამშაბათს ნიუ-იორკში, მისი და ლუსია, ასევე თემი ბერშტეინი, პიტერ ფედორა, რომლებიც უშუალოდ მასთან თანამშრომლობდნენ, ემბერ რაიანი, ეს ადამიანები არიან, რო არ ვახსენო, არ არსებობს, იმიტომ რომ კაკრას ახლა ხანსაც მაგას ვაზიარებდი, რომ ჩემთვის გარდა იმისა, რომ 5 რიტმი აღმოვაჩინე და პრაქტიკა, რასაც ვლაპარაკობთ, არის საკმაოდ ძლიერი. ძალიან ბევრ რაღაცებზე დავიწყე, იოგაზე, სიარული, breathwork-ზე, თუნდაც როგორც ვახსენე, ძალიან ბევრ რაღაც შამანიკ პრაქტიკებზე. გარდა ამ ყველაფრის, ამ 5 რიტმის სიძლიერისა, მის უკან ვინც იდგნენ ეს ადამიანები, დამანახეს, ანუ ისეთი სიყვარული და მიმღებლობა, რომ ფაქტიურად რომ ვახსენე, ანუ მიჭირდა თქო ნიუ-იორკში ძალიან, ანუ ეს მთელი ეს ცხოვრება და მით უმეტეს ეს რუტინა, პირველად ვიგრძენი ნიუ-იორკში თავის სახლში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ მუშაობდი ამ fashion კომპანიებში, ძალიან მიჭირდა ხალხთან ურთიერთობა, იმიტომ რომ განსაკუთრებით მაგ სამყაროში არის ძალიან დიდი სნობიზმი, ყალბი ურთიერთობები, რაღაცა სულ შეჯიბრი რაღაც ერთმანეთის და ანუ რაღაცისკენ სულ რაღაცა ეს ბრძოლა, ანუ გელის თავი უნდა გამოიბა ფაქტიურად, რომელიც ჩემ ბუნებასთან ძალიან შორს იყო და ძალიან მიჭირდა, განსაკუთრებით 5 რიტმი რომ აღმოვაჩინდა ეს community რომ ვიპოვე, ორი ცხოვრება მქონდა, რაღაც მივდიოდი სადღაც სხვაგან, მოვდიოდი ხალხს ვეხუტებოდი. ძალას იღებდი, ხო? სასწორ ძალას იღებდი და მე უკვე შეგეძლო ინტეგრაცია. კი, და იმდენად ეს პროცესი, რომ დავიწყე, ვიყავი ძალიან ღრმად დიდ დეპრესიაში და სასოწარკვეთილებაში, ეს 5 წლის მანძილზე ფაქტიურად 5 რიტმა განკურნა იმდენი ჩემი ცხოვრების ეტაპი. ესმის, ხო? რომ მივხვდი, რომ ანუ ეს არის ჩემი რაღაცა, რაც მოქმედებს ჩემზე, ჩემი ინსტრუმენტია. რასაც მიაგენი, ხო? და ისიც რო ვთქვათ რა, მაინც რო აი თავიდან რა კითხვაც ქონდა, რომ ხო, ანუ სტრესის ლეველს გააჩნია, ეხა ტიპი რა დონეზე არის დასტრესილი, ხო, რამდენი სეანსი თუ რა ვიცი რა დავარქვა რა, რამდენი დაჭირდება. ხო? და მაგრამ აი შენი მხრიდან რეკომენდირებული რამდენი არის, რომ აი ღრმა სტრესებზე რო წავიდეს მუშაობა და არა მხოლოდ ზედაპირულზე, რომ პროსტა რაღაცა ეხა დღის სტრესი აქან დაღლილი ან რაღაცა და აქ მოვიდა. მაგრამ მე საკმაოდ დაღლილზე გავაკეთე რა. ანუ ძალიან დაღლილი ვიყავი. სამსახურის მერე დავდიოდი და 8 საათი მუშაობის მერე ყოველ კვირა. ხო, და იყო საოცრება, რომ ხო ის არ რომ სადა გაგეგ ენერგია, რომ კიდე იცეკო რა, მაგრამ მე ანუ აი როგორც ახლიდან რომ დაიბადები რა, რაზეც ვილაპარაკეთ, ეგეთი განცდა მქონდა და რამდენი ის არის სეანსი არის საჭირო, რომ ღრმა სტრესებზე დაიწყოს უკვე მუშაობა რა. იცი ძალიან ინდივიდუალურია, როგორც ვახსენე თავიდანვე.
თუნდაც ახლა ნიუ-იორკში ხალხი ისეთი ტემპით მუშაობს და ისეთი სტრესული ცხოვრებაა, რომ ის 100 კაცი, ვინც ესწრება ყოველ კვირა ამ პრაქტიკას. ყველა სამსახურიდან მოდის, არავინ არ მოდის სახლიდან დასვენებული. და ეგ აქვს ზუსტად საოცრება, რომ ამ ხალხს ეს კომიტმენტი აქვს თუნდაც, ხო, ამდენ ადამიანს. ის რო სიღრმეში ჩახვიდე მაგდონეზე, კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან ინდივიდუალური არის. მე მყავს ადამიანები, რომლებიც 60 პრაქტიკაში ჩასულან სიღრმეში, არიან რამდენად მიმღებლობა გაქვს იმ მიმღებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად ჩაკეტილი ხარ და რამდენად მიენდობი. აბსოლუტურად, რამდენად მიენდობი, იმიტომ რომ არიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც უბრალოდ ძალიან უჭირავთ და არ უნდათ გაშვება რა. ხო, და მაგაზია ძალიან დამოკიდებული რა. ხო და აი შენ როგორც თქვი რა, წამყვანსაც და დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხო, გაიდენსი ჭირდება რა. როგორც ჩამანი, ზუსტად ჩამანია რა. კი, და ანუ რეალურად სკოლაში არ ქონია საყვარელი საგანი ქონია, იმიტომ რომ საყვარელი ზუსტად ეგ არის, ხო? ანუ მაგიტომაც ანუ ბოლოს რომ მუშაობდი, იყო Ralph Lauren-ში მუშაობდი production designer-ად და ანუ რაღაცა ხოც რომ მიაღწევ იქ რომ გონია რომ აი აქ ახვალ და მივხვდი რომ ანუ აბსოლუტურად ანუ არ ვარ რა ბედნიერი და რომ გადავწყვიტე რატომაც გადავწყვიტე ტრეინინგზე წასვლა იყო ის რომ ეს პროცესში იმხელა გარდატეხა მოხდა ჩემში და თუნდაც აი ეს მასწავლებლები იმდენად მიმიღეს და ის შვილივით რაღაცა გიდირებას მიკეთებდნენ აი ამდენ ხალხში და ამ ხელა კომუნიტიში რომ ჩემთვის ეს იყო რა ვიცი აი ძალიან ისეთი არ ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ აი ეს რაღაც ალბათ ის ოჯახის დანაკლისი, მშობლის დანაკლისასაც განვიცდიდი, უცებ ოჯახი ვიპოვე. და თვითონ მათ დაინახეს ჩემში ის პოტენცია, რომ თვითონ შემომთავაზეს, რომ უნდა წავსულიყავი ტრეინინგზე და მით უმეტეს რომ ეს რაღაცა სხვა როგორც ვახსენე ამ ფეშენ კომპანიებისგან დაკომპლექსებული რაღაცა ჩაკეტილი ვიყავი. აქ პირიქით ვიგრძენი ხელშეწყობა, პირიქით ვიგრძენი აი რაღაც ის ჩემი იმ რაღაცა თვისებების გამოცოცხლება, იქ რაღაც ვორქშოპების არტ ინსტალაციები დამავალეს, იმიტომ რომ მხატვარი ხარ და შეგიძლია და ის შენია და მომცეს ამისი გზა გამიხსნეს და რომ დაინახეს თუნდაც რომ ანუ ძალიან ქართულად იმბარი განსხეულად გადმომქონდა ჩემზე ეს პრაქტიკა და ძალიან ბუნებრივად ხდებოდა ეს, იმიტომ რომ იმდენად როგორც ვახსენე, ცეკვა იყო ახლოს ძალიან ჩემთან, ძალიან სიღრმეში ჩავედი თავიდანვე და ბუნებრივად მოხდა ეს ჩემს სხეულით გადმოტანა ამ ყველაფრის, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა, აი ძალიან დიდი მხარდამჭერა და ფაქტიურად ის გადაწყვეტილება რომ მივიღე რომ წამოსულიყავი დამეტოვებინა ჩემი სამსახური, იმიტომ რომ ფიზიკურად არავინ არ გამიშვებდა ვორქშოპებზე რომ წამევლოდა. დიდი ხანი უნდა ისე სწავლა. ძალიან დიდი ხანი, იცი როგორ არის, დიდი ხანი უნდა, იმიტომ რომ ჩემ დროს მაშინ მით უმეტეს გართულებული იყო, ხა კიდე შეამცირეს საათები, ძალიან ბევრი საათები იყო საჭირო. აი მაგალითად მასწავლებლები რომელსაც არ ქონდათ 5 რიტმი თავიანთ ქალაქში, ისინი საერთოდ ვერც ახერხებდნენ წლები, იმიტომ რომ უნდა გევლო ყოველ კვირა კლასებზე, ძალიან ბევრი საათები დაგეგროვებინა. პლუს ამას ვორქშოპები, რომლებიც იყო, რა ვიცი, სხვადასხვა კატეგორიებად არის ჩამომდაყოფილი და ეს ყველა ამას ჭირდება საკმაოდ ერთი, აი ხა მე დავდიოდი ალაგ-ალაგ ვორქშოპებზე და კიდე რომ აი მთლიანობაში დამესრულებინა 2016 წელს რომ წამოვედი ამ კომპანიიდან რომ დავტოვეს ჩემი სამსახური, ფაქტიურად 2 წელიწადში დავასრულე დანარჩენი ვორქშოპები, სულ დავდიოდი ყოველ 2-3 თვეში ერთხელ. და ნუ ეგეთ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი რატო არის ესეთი ანუ აი ესე ჩაჭერილი მე დღესდღეობით აბსოლუტურად BGS მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგადად მე ესე მიმაჩნია, რომ სულიერი პრაქტიკები, რომლებიც ხალხთან აქვს ურთიერთობა, თუ შენს ცხოვრებაზე და შენს თავზე არ გამოცადე, ყალბია, პირველ რიგში პირდაპირ დახმამაღლა ვიტყვი ამას. მეორე არის ის, რომ არ მოდის შენი ნამდვილი
უნებრივად არ მოდის და ეს არ არის რომ შეისწავლე პირადი ძალა არ მოყვება ეს არ არის რომ ისწავლე და დიპლომი აიღე და კოლეჯი დაამთავრე აბსოლუტურად სხვა შენ თუ არ ჩაგიყვანა შენ გამოქვაბულებში და იქ ჭრილებში და რაღაცაებში და იქიდან არ გამოყვედი თუ არ მოკვდი და არ დაიბადე არ ძალა არ აქვს შენ არანაირი ძალა ძალიან ადულად ჩანს და ძალიან ბუნებრივად ჩანს რა მაგიტო ვახსენე რომ ანუ ეგრე როდესაც ხვდები იმ ადამიანებს ვისაც მართლა მის ცხოვრებაზე აქვთ გამოვლილი უკვე ეტყობა და შენზეც ახდენს ამას ზეგავლენას ხო თუნდაც ის ადამიანები რომ აი რო ვახსენებდი თვითონ იმდენად გამოიარეს ისინი არ არიან ის მენტორები ვინც ვახსენე ჩამოთვალე ის ხალხი რაღაცა ღვთისმიერი ხალხი ხო არიან ჩვეულებრივი ადამიანები რომლებმაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში გამოიარეს ისწავლეს კომუნიტის მართვა ისწავლეს ურთიერთობები ისწავლეს ჯგუფთან მუშაობა და ჯგუფური მუშაობა და ჯგუფური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია აი შენ რასაც იძახდი რა რომ აი ოჯახის განცდა რო თქვა რა აქ პრობლემები და რაღაცა მე უკვე ჯგუფთან ერთად რომ მუშაობ ხო ეგ რაღაც გინაზღაურდება რა იქ სწორად თუ მიდის მუშაობა იმიტომ რომ დიდ ოჯახს პოულობ რა ესე ვთქვათ რა და ეგეც აი ძალიან და ოჯახს მაგიტო პოულობ რომ ის ადამიანები არ მოდიან შენთან რაღაცა კომპეტიშენით კონკურენციით და შენთან რაღაცის შეჯიბრით მათ უკვე მოდიან ნამდვილი ადგილიდან მოდიან რა და ზუსტადაც მაგას რო გადიხარ ხვდები რომ არსებობენ ის ადამიანები რა ამ სამყაროში არ აქვს მნიშვნელობა რჯულს, ერს, ფერს და ასე შემდეგ. ყველგან შეგიძლია იპოვო ის ხალხი, რომ თვითონ რომ გამოვლილი აქვთ ის რაღაცა ფაზა და სიმარტოვე და თუნდაც ის უკვე იქ შენ გაგრძნობინებენ თავს სხვანაირად. ხო, ემპათია აქვთ რა და ხედავ. ხო, ხედავენ. და რამდენი ხანი არის თვითონ ის დროის ხანგრძლივობა რო სრულად ჩატარდეს პრაქტიკა, რამდენი ხანი ჭირდება? კლასებზე საუბრობ, 2 საათიანები აქვს. ადრეც ეგრე იყო თუ კი, ყოველთვის ეგრე იყო. ნუ ვორქშოპები რა თქმა უნდა არის 1 დღიანი, 2 დღიანი, 3 დღიანი, 5 დღიანი და 10 დღიანებიც გააჩნია რა, მაგას რა. მაგრამ ეგ არის რომ ანუ რაც უფრო მეტად 2 საათში უბრალოდ შეიძლება ვერ განიცადო ის, რასაც გადიხარ ვორქშოპზე. ანუ ვორქშოპებს ძალიან დიდი ეს აქ რა ქვია ძალა აქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩართული ხარ, წარმოიდგინე 8 საათი სადღაც ერთ ადგილას ხარ ერთ სივრცეში 5 დღე და მარტო იმაზე ხარ ორიენტირებული და ეს ხა აი 5 რიტმის პრაქტიკაში ეს ვორქშოპები არის მხოლოდ მასწავლებლებისთვის თუ აი ჩვეულებრივი მონაწილეებისთვის არის არა მასწავლებლებისთვის არ არის ჩვეულებრივია ხო ანუ ეს ვორქშოპები რო ვახსენე ტრეინინგის ნაწილი კი არის მაგრამ ეს ვორქშოპები აი მაგალითად შენ ჩვეულებრივად გაძლევს იმ რუკებს რომ შენ იარო და შენი პროცესებს გაუკეთო, ანუ შენ გამოცადო შენ ცხოვრებაზე და გაიარო ეს. ანუ თელ დღის განმავლობაში შეიძლება მიდიოდეს თუ როგორ 5 დღიანი ვორქშოპები არის და დღეში 8 საათი არის. კი. დღეში 8 საათი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ვორქშოპების გავლასაც ანუ როგორ წიგნს რო წაიკითხო, შეიძლება წიგნი დაამთავრო, 5 წიგნი წაიკითხო ერთ თვეში. მაგრამ ხონდა ინტეგრაცია გაიარო. მანდ უბრუნდები ისევ რომ ეს ვორქშოპები კი ამდენი, მაგრამ შენ რომ ამას ეტაპობრივად ნელ-ნელა გადიხარ და არა იმიტომ რომ ჩქარ-ჩქარა ძალიან ღრმა გამოცდილება იქნება რა. დღეში 8 საათი თუ მაგ და კიდე ყოველ 5 დღე თუ გრძელდება, ძალიან ძლიერი გამოცდილება იქნება და მე უბრალოდ რაღაც აი აქ რო გვაკვირდები ხოლმე სულ რაღაც ივენთებად არის ხოლმე რა თბილისში. კლასები, ეგ არის კლასები, რომ ეგრე არის ყველგან. შენ აკეთებ ხოლმე როგორც ვორქშოპს. 2 ვორქშოპი ჩავატარე თბილისში, პირველად ჩავატარე სანამ გადმოვიდოდი საქართველოში. როდის იყო 2 წლის წინ და მეორე ვორქშოპი ჩავატარე შარშან. შემოდგომაზე. და ისე ტიპი რომ მოდის, რომელიც აი ძალიან დასტრესილი არის რა, ოჯახური პრობლემები, ძალადობა, 1000 რაღაცა უბედურება რა, რომელიც მოდის და აი რო არ იყოს თქვა ძალიან ინტენსივ, თუ შენ როგორ ურჩევ რა, თავიდან ერთი წადოს, ერთი ცეკვა, თუ ვორქშოპსაც შეუძლია რომ დაესწროს. არა, სანამ ვორქშოპს დაესწრება, ნამდვილად ჯობია რომ კლასებს დაესწროს პირველივე ვორქშოპზე დასწრება, რა ვიცი, ალბათ გააჩნია ვორქშოპსაც, ახლა არის heartbeat map-ი მეორე რუკა რომელიც არის ემოციური რუკა მანდ ვითხოვთ რომ პირველი გავლილი კონდეს რომ
სიღრმისეულ ემოციებში წახვიდი არის კიდე cycles map-ი გვაქვს, რომელიც არის ოჯახის family constellations-ია აგებული, რომელიც მოდი მაგერზეც დავილაპარაკოთ. ეს ხო, ანუ როგორ წესრიგდება ესე ვთქვათ რა, სისტემაში. მანამდე მაინტერესებს აი რა შეზღუდვა არის რამე ან ჯანმრთელობის ან რო აი არ შეუულია რომ მოვიდეს ვთქვათ. ყველა შეუულია, მოიდგინე შეუულია ადამიანებს, რომლებსაც რა გვერქვა კრესლში, ხო? მჯდომიარი ადამიანებსაც შეუძლიათ ყველანაირი ნებისმიერი disable ადამიანს შეუძლია დაესწროს, პირიქით ყველასთვის ისეთია რა, სარგებლიანი. ხო. აი, ნუ ვისაც თქვათ რამე მენტალური პრობლემები აქვს და შედის აი ამ მდგომარეობაში. რამე ესექტატური მდგომარეობები ხო არ იქნება რა. იცი როგორ არის მენტალური გაუწვავებს რა. მაგაზეც იცი როგორ რაღაცა, მაგიტომაც არის ხოლმე რომ ვითხოვთ ხოლმე რომ ფორმა შეივსოს, რომ უბრალოდ იცოდე შენ კლასზე ვინ ესწრება, რომ რა თქმა უნდა იქაც არის რაღაცა პუნქტი მოცემული, რომ ჩვენ არ გვართ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები და ამის პასუხისმგებლობას რამე რო იყოს ჩვენ ვერ მოგთხოვენ და ვერ ანუ არ გვაქვს მაგისი ხო, ნუ პირადი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, მაგრამ ტრეინინგზეც მაგას გავდივართ, რომ როგორ how to hold space, ასე რომ ვთქვათ, როგორ შევქმნათ ის სივრცე, რომ ყველა სიტუაციაში ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ. ნუ რა თქმა უნდა, ვისაც ძალიან ისეთი მენტალური breakdown-ები აქვს და თავის თავზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და მაგიტომაც ვითხოვთ იმ თქვა თავიანთ ფსიქიატრის კონტაქტის ინფორმაციას, რომ რაღაცა რომ მოხდეს, რომ დაუკავშირდეთ სიტყვაზე. ნუ ვლაპარაკობ, რომელიც არ მომხდარა ჯერ ჩემს გამოცდილებაში, პრაქტიკაში არასდროს და ნუ მაგრამ ხდება, ყველაფერი ხდება და ისიც ხდება, რომ ზოგჯერ უბრალოდ შემოდიან ადამიანები, რომ შეიძლება არ იყოს ემოციურად, მენტალურად, მაგრამ არ იყოს მდგრადი ადამიანი და რაღაცა ქაოსი შეგიქმნას სივრცეში. ხო, ან ისეთი სტრესი დაიძრას და ისეთი რაღაცა გამონთავისუფლდეს, რომ ხო, დიდი იყოს რა მის. კი, მაგრამ მე ვთვლი, რომ პირველი workshop-ი რომ ჩავატარე, იყო 3 წელი, 4 წლის წინ აღარ მახსოვს ზუსტად, იყო მაიამში, shadow workshop-ი, ჭრილებზე იყო აწყობილი და იქ ხალხს ჰქონდათ ძალიან ღრმა კატარზისული გამოცდილება და იმ მომენტში მახსოვს, რომ უცებ შემეშინდა, რომ მეთქი რა უნდა გავაკეთო, როცა ადამიანი ძირს ესეთ პროცესში არის და მახსოვს, ნუ სულ ეგ მქონდა, რომ ანუ გაბრიელის ის რომ trust the map, რა უნდა დაუჯერო ამ რუკას და მივყევი ინტუიციას. ალბათ ეგ მაგიტომაც ვახსენე, რომ ეგ არის, როდესაც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს და შესწრებული ხარ ამდენ მასწავლებელს, ამდენ workshop-ებს, ამდენ სიტუაციაში მშენდენ ადამიანს რა. ადამიანს რაღაცები ხო გახსოვს, ბუნებრივად ხდება და ინტუიციას რომ მივყევი. მე თვითონ მახსოვს ეგ პირველი workshop-ი რომ დავამთავრე, ჩემი პროდიუსერი ვინც იყო ის გოგო იმასთან ერთად ვიჯექით და მაგაზე ვსაუბრობდით, რომ ეხლა კიდევ ერთხელ სხვა კუთხიდან დავაფასე თვითონ ეს რუკა და ეს პრაქტიკა რომ რამდენადაც შენ თავის გჯერა და იმას მიყვები აი ზუსტად იმ რუკა გასწავლის საიტაგიყვანოს ნებისმიერ საკითხს ნებისმიერ თემა შეგიძლია მოარგო და არ არის ეს პრაგმატული და რაღაცა ჩარჩოებში ჩასმული და თვითონ პრაქტიკას მიყავ ხარ და გასწავლის რა უნდა გააკეთო იმ მომენტში მოდი მირთვი ჩაით. გაქვით დოვი მისე გითხრა რომ დალიეთო ეს ჩაიო რო არ დავლიო. გაგვიცივდა სამწუხაროდ. მოდი აი სან მეპსეც ვილაპარაკოთ რა. თვითონ ცეკვის მეპსეც ვილაპარაკოთ რომ რო აღწეროთ ანუ რა სტეიჯებს გადის ადამიანი რა რო იწყება თავიდან რა იმიტომ რომ ანუ აშკარა იყო მე საერთოდ არანაირი თეორიული შემზადება არ მქონდა ეგრევე აღმოჩნდი სამუშაო დღის ბოლოს ქვემოთ რა და სივრცეში და მაგიტომ დავაკავშირე იმ ჩემ ღრმა გამოცდილებებს რომ არ იქაც ხო აშკარად რაღაც სტეიჯებს გადიხარ რა წმენდის რა და აქაც ზუსტად ეგრე იყო და მოდი მივყვეთ რა აი რო იწყება რიტმი პირველი ეს არის ტალღის რუკა waves maps ვეძახით თავარი რუკა რაც არის პირველი ეს flowing-ი ასოცირდება სამყაროსთან, დედამიწასთან და მდედრობით ენერგიასთან, ანუ არ აქვს მნიშვნელობა კაცი, ქალი, უნივერსალურ ენერგიასთან. ამ პირველ რუკაში ვსწავლობთ, როგორ მოусმინოთ ჩვენს სხეულს, ანუ ესე იგი, სხეული, დედამიწა და მდედრობითი ენერგია არის ეს flowing-ი.
როგორ ადაპტირებას ვახდენთ ცხოვრებაში ცვლილებების მიმართ. რამდენად მივენდობით ცხოვრების ცვლილებას. ასევე აქვს ყველა რიტმს თავის სხეულის გამოხატულება და ასევე აქვს gateway, ვეძახით body gateways რა, ანუ ფეხი არის პირველი ტერმინი, რომ ახსენე რომ უნდა იმოძრაო. კარიბჭე. კი. რომ გახსნა ის ენერგია, ერთ ადგილას თუ დგახარ, ანუ მიმდინარე რიტმში არ ხარ, ხო? ანუ ეგ არის მაგის ჭრდილი, მაგის საწინააღმდეგო, რომ არ მოძრაობ და ინერციით მოქმედებ სამყაროში. ანუ გასწავლის სინათლეს და აჩრდილს იმ ენერგიისას ვსწავლობთ ან flowing-ში. რამდენად ამას მოყვება შესაბამისი მუსიკალური კი, რა თქმა უნდა, ძალიან ცნობიერად ირჩევა მუსიკაც, იმიტომ რომ მუსიკა ქმნის ამ მთლიანად გამოცდილებას ძალიან დიდ ნაწილს, შეიძლება საერთოდ არ გააკეთო გიდირება, მაგრამ მუსიკამ წაგიყვანოს. თავისი წაიყვანოს, ხო? ანუ ესე იგი ამ მიმდინარე რიტმში პოულობთ როგორ რა ემოცია შეგრძნებები მოდის. ნოსვა რა გესმის, რა სენსაცია გაქვს, როგორ აღიქვამს სივრცეს შენს გარშემო, სამყაროს ინფორმაციას იღებ. ანუ მოძრაობ სამყაროში, მიყვები შენ ფეხის დინებას და ინფორმაციას აგროვებ, ასევე უსმენ შენ თავს, რომ რა მომწონს, რა არ მომწონს, რა ხდება ჩემში, ვინ ვარ, შენი თავის გაცნობა ხდება, ღრმა მოსმენა შენი თავის და ასევე გარე სამყაროსი. ამ პროცესში, როდესაც ვიღებ ამ ინფორმაციას, უკვე მეორე რიტმში გადახდება სტაკატო არის, ასოცირდება გულთან, ცეცხლის ელემენტთან და მამრობით ენერგიასთან. რას უშვები ამ ინფორმაციას, როგორ გამოგაქ გარეთ? პირველში რაც მოხდა, უკვე მაგის ექსპრესია. მაგისი გამოხატულება ხდება, გამოტანა ხდება, ხო? ამ გამოტანის დროს უკვე მე უკვე რომ ვიცი ჩემში რა ხდება, ანუ ჩემს გულს უსმენ, გულიც ერთვება ამაში, ემოციის გამოხატვაც ხდება, ამაში გამოხატულება ხდება სამყაროსთან მიმართებაში. ვინ ვარ გავიცანი უკვე ჩემი თავი. ეხლა როგორ გამოვხატავ ამას სამყაროს? ურთიერთობებს როგორ ვამყარებ ადამიანებთან? ზღვარს როგორ ვიცავ? ჩემთვის ბარიერებს როგორ ვიცავ? ანუ ადგილზე სადაც ეკვავდი, ეხლა უკვე იწყებ მოძრაობას? ანუ გადაადგილებას ცეკვის დროს, ანუ ხო, პირველი ხო თქვათ, რომ იწყება ხო? არა, პირველი ხო არის ანუ ესეთი სპირალისებული მოძრაობა ხდება პირველში და გამოხატულება არის უფრო ესეთი ხაზობრივი, ასე რომ თქვათ. და შენ რო გვეუბნებოდი, რომ აი დატოვეთ სივრცე და გადაინაცვლეთ სხვადასხვა ადგილებში. ეგ არის პირველი ეგ არის პირველი, ხო? ოკეი. ყველა რიტმში მოძრაობ. ერთ ადგილას შეიძლება ხანდახან გაჩერდე, მაგრამ მანდ ცნობიერებას რთავ, რომ რამდენი ხანი ვჩერდები აქ? ანუ ადითხანს რო არ გაეჭედო ერთ ადგილას. ანუ ცნობიერი ხარ და შენეხმარები, რომ მონაწილე იყოს ცნობიერი პროცესის, ხო? ანუ უყურე ამ პრაქტიკას აქვს სამი ღერძია, სამი სიტყვისგან შედგება. არის awareness, ინგლისურად ვიტყვი ჯერ awareness, attention and action. ანუ გაცნობიერება მე ყურადღების გადატანა და მე უკვე მოქმედებაში გადასვლა. ეს სამი მოქმედებს სულ. ანუ ცხოვრებაშიც რომ მიყვები ცხოვრების დინებას, ცეკვასო თავი დაანებო. აი თუნდაც ცნობიერად ხარ, რამდენი ხანია რომ ხა მე დღეს ვზივარ თქვათ აი ამ სკამზე. ან რამდენი ხანია რომ რაღაც ერთ რაღაცაზე ამოკვიატე, ანუ რამდენად მუდმივ იმაში ხარ, რა ქვია, ცვლილებაში ხარ. ანუ ეს მეორე რიტმში რო გადადიხარ, უკვე აქ სწავლობ რაზე, აი რაღაცებზე რო არის, რომ უარს ვერ ამბობ, ან კის თქმა გიჭირს, ან არას თქმა გიჭირს. აი ამებზე მუშაობას იწყებ უკვე, რომ მე უკვე რომ ვიცი, ჩემთვის რა არის ღირებული, ჩემთვის რა არის ნიშნ, მე რა მინდა და რა მართლა არ მინდა. უკვე იწყებ გამოხატვას. ამისი ჭრდილი არის აგრესია, პირიქით აი ჩაკეტილობა, წეღა რო ახსენე, დაცულად რო ხარ, ძალიან ბევრი ჯაჭვი რო გაქვს შემოხვეული, აბჯარი რო არავინ არ გაიგოს, რა ვინ ვარ, რა ვარ, შენ თავსაც რო არ გინდა რომ დაანახო. აგრესია, ომი, უბედურება რაც სამყაროში ხდება ზუსტად მაგორი ენერგიის, უნივერსალური ენერგიის დისბალანსი, რაც ხდება დღეს სამყაროში. ანუ დედამი გლობალური დათბობა, ეს ყველაფერი რაიდან მოდის, ხო? ეს დედრობითი ენერგია ადამიანებში დაკარგული დისბალანსია, ინდივიდუალებში არის. მოწყვეტილები ვართ ჩვენს არს და გადასული ვართ კონტროლი, ძალაუფლება. ეს არის ჭრდილი ამ მამრობითი ენერგიის. ასე კი, აი ამ თავარ
ენერგიებს ვიწყებთ თავიდანვე ამის დამუშავებას. შემდეგ ეს ორი ენერგია ერთმანეთში რომ ერწყმის, ხდება ქაოსი სამყაროში. ეს ქაოსის დროს ხდება ამ უკვე მეორე რიტმში გამომრჩა გეით კარიბჭე რო თქვით ფეხით გვაქვს არის უკვე ამაში არის hips ანუ მენჯებით და ეს ხაზობრივი გამოხატვა და იმიტომ რომ მთელი ჩვენი ეს ენერგია და ცეცხლის ენერგია დაგროვილია ქვედა სხეულში და ამის გამოღვიძება ხდება. ანუ აი tribal dance არის ძალიან სტაკატო რა. მოკლედ ამ ორის შერწყმა რო ხდება ერთმანეთში, მე გადადის ქაოსი, რომელიც არის თავი არის მაგის გარებჯა სხეულის, რომ გამოხვიდე ამ ფიქრებიდან, ანუ კონტროლერად ტელევიზორიდან აღებული ინფორმაცია იქ რა ხდება იმან რა თქვა იმ წარსულში რა გითხრეს იქ რა მოხდა მთელი ეს მაიმუნის ტვინს რო ვეძახით ეს დაგროვილი ეს ინფორმაციული ნაგავი არის ამის გაშვება დაფერთხვა ხდება ეს რომელი სტეიჯი არის მესამე სადაც უკვე ფეხი რომ მყარად არის დედამიწასთან პირველ რიტმში და როდესაც შენს გული არის გააქტიურებული, უკვე დამიწებული ხარ შენი ცენტრი და ფუძე ნაპოვნი გაქვს. იმ ქაოსში ჭრდილში აღარ გადავარდები და პანიკა და ვისაც გაგემართება. უკვე მინდობა ხდება და აბსოლუტური დაფერთხვა და გაშვება იმ სოციუმის შენი დაიბადე და გითხრეს და ჩამოგაყალიბეს ვინ უნდა იყო და რა ვიცი ტრადიციები და კულტურული თუ რაც თავს მოხვეული რაღაცები რომელიც ავთენტურად შენი არ არის ხო? აქ შედის ის შენი პირადი ასევე რაღაცა ინფორმაცია წარსულიდან დაგროვილი და აქ ხდება აბსოლუტური გაშვება. როდესაც ენერგია ესე იგი პიკს აღწევს და ქაოსი ხდება სამყაროშიც ხო? ანუ ქაოსი რეალურად არ ნიშნავს ცუდს, არის დიოს ორგანიზაცია ხდება. როდესაც რაღაცა რაც უნდა ჩამოიშალოს, ის უნდა ჩამოიშალოს და ეს არ ხდება შვიდობიანად სამწუხაროდ. ეს ხდება ამის რაღაცა ხმამაღალ ტემპში მუსიკაც ასევე არის ქაოსი. შესაბამის ყველა stage შესაბამისი მუსიკა მიყვება. და აქ უბრალოდ როდესაც შენ არჩევ რომ სხეულიდან გაუშვა ეს ყველაფერი, მერე შედიხარ მეოთხე ეტაპზე ლირიკაში სადაც არის უკვე ეს სული შემოსვლა, უბრალოდ თავისუფლებას ბუნებრივად გრძნობს, სხეულში სიმსუბუქეს გრძნობ, ტვინში, გულში სიმსუბუქებს, საუბარში, ყველაფერში სიმსუბუქეს გრძნობ და ხვდები, რომ პირველი ხო იყო ეს მიღება ინფორმაციის გამოშვება, მერე გაშვება და ეს არის აი letting go of letting go, აი იმის გაშვების მიხვდები, რომ ცხოვრებაში არაფერი არ არის მუდმივი და ყველაფერი იცვლება და აქ შემოდის ის რაღაცა დასრული maturity-ს რო ვეძახით, აი ჩამოყალიბების რაღაც ცნობიერება, რომ ერთ დღეს ჩემი სხეულიც უნდა გაუშვა, ხვდები, რომ არ ჩენ არ ხარ უყდავი. და ეს არის შენი პატარა მეს გამოღვიძება, ის რაღაცა, რომელიც მიძინებული იყოს სული, სილაღე, თავისუფლება, ეს რაღაც იგოს შემსუბუქება, რომ ხვდები, რომ შენი მიღწევები და დიპლომები და CV და პირადობის მოწმობა არ ქმნის ვინახა, ყალბი იდენტობა, ის შენი ნამდვილი შინაგანი სილაღე, ის რაღაცა მეჯიკი, რასაც ვეძახი, ჯადოსნური მხარე და შენი რაღაცა ნამდვილი ფერი, ჩანს მან, ნამდვილი ცეკვა ხდება მან. და მერე ხდება ბოლო უკვე ამ ყველაფრის სიმშვიდ ცხოვრებაც იმას გონება, რომ ზოგჯერ უნდა რაღაცა შიანელო, ხო? აი სახში რომ მოდიხარ თუნდაც ღამეც, ხო? სტილნესთან, სიმშვიდესთან ასოცირდება, რომ როგორ რა მიიღი ამ რა ისწავლი აი ამ ცეკვის დროს, აი ამ შენი ცხოვრების განკურნების პერიოდში, რა ინფორმაცია მოგივიდა, ეს შინაგანი სიბრძნე. ეს უკვე რომელი ეტაპი არის? ბოლო სიმშვიდე. სადაც ფაქტიურად ეს სული რო შემოდის სამშვინველს ვეძახით ხო აი ეს სამშვინველი ხო სამშვინველი რო არის რომელიც ან სუნთქვა შენი სპირიტი ეს სამშვინველი გმართავს და ის სიცარიელეში ის ინფორმაციაც მოგდის ღვთისგან იქნება სამყაროსგან იქნება თუ რაც იქნება ნამდვილი ინფორმაცია შემოგდის ადამიანებში უკვე უხმოდ ხვდები, რომ ერთი, აი რო ვიძახით ნამასტე, რას ნიშნავს ნამასტე, ხო? ერთი შეხარ მე ვარ, შენ ერთიანობაში მოდიხარ სამყაროსთან, რომ ხვდები, რომ არა საჭირო გესაუბრო ყველაფერზე, უბრალოდ რომ ჩახედავ ადამიანს ხვდები, რომ ყველა ერთ მას გავდივართ და როგორი
თანაგრძნობა გამოვაღვიძოთ ერთმანეთში, მიტევების უნარი საკუთარი თავის მიმართ და სხვების მიმართ და ის ერთიანობა და სიმშვიდე და ის რაღაცა განულება, ასე რომ ვთქვათ, სადაც ყველაფერი ახალი წარმოიქმნება. ანუ ეს ტალღა. მანდ მქონდა ეგ შეგრძნება. ეგ ბოლოა. ბოლოა კი. ხო. მაგის მერე ხო აღარ არის. არა. ხო, აი მანდ მქონდა რა ეგ შეგრძნება. მაგის მერე ახალი დასაწყისია. ხო. მათ მქონდა აი სრული ერთიანობა ყველასთან, აი თითქოს, აი ჩემთან ეგრე იყო რა, თითქოს რო ვცეკვავდით, ყველა რაღაცა პერსონაჟები ვიყავით რა, ცხოვრებას გავდიოდით რა. მერე ზოგთან განგება, ამ შემთხვევაში შენი გიდირება, გვაახლოვებდა რომ ერთად იცეკვე, ანუ ჯერ რაღაცა ჯგუფური ცეკვაც მიდიოდა, მერე დაშლა მიდიოდა, მერე კონკრეტულ ადამიანს ირჩევდი იმასთან ერთად ცეკვავდი და ეს რაღაცა ეს თავგადასავალი ცხოვრების რა, კონკრეტული ინდივიდის რა. ხო და მერე უკვე აი ბოლო ეტაპზე უკვე იყო აი სრული ერთიანობა ვაფშე ყველასთან რა. და მან მქონდა ეგ განცდა, რომ თითქოს აი დედამიწაზე ვიცხოვრე და სადღაც ნატი პლანზე ავედი და უკვე ყველანი გავერთიანდი, რაღაცა ერთი ტიპები გავა და ყველას შეგრძნება შემილია და უკვე გამორჩევა აღარაა, რომ ის რაღაც იმასთან. ხო რა, მაგარი. მე ყოველთვის ვეძახი ხოლმე, რომ 5 რიტმი არის თქვა, აი ნუ ხო არის performance art რა. ქორეოგრაფია, ცეკვა, ნებისმიერ ცეკვაზე, ქორეოგრაფიულ ცეკვებზე მაგ საუბარი დადიხარ, გეუნებიან თქვათ რა მოძრაობები აკეთო, რა გააკეთო. ან თუნდაც სახიობს დაგიწერენ სკრიპტს და ის უნდა ითამაშო. ეს არის მე ყოველთვის ვეძახი, რომ ყველაზე აუთენტური performance-ი, იმიტომ რომ შენ თვითონ ანუ უკეთებ ქორეოგრაფიას შენ შინაგან სამყაროს გადმოსცემ. შენ ხარ დამდგმელი რეჟისორი, მოთან ყველაფერი შენ ხარ. ანუ ყველაზე ნამდვილი არის performance-ი არის, ანუ performance-ის სახით რო შევხედოთ, იმიტომ რომ რეალურად performance-ია ხო, ადამიანებს უყურებ და ყველა თავისი ცხოვრების რაღაცა ცეკვას გამოხატავს, თავის შინაგან სამყაროს გამოხატავს. ანუ ეს არის მთავარი რუკა waves რაც ვახსენე და შემდეგი მოდის heartbeat-ი. ეს workshop-ებიც რო ვახსენე, მაგ კატეგორიებში არის და ეს ყველა მეფის კატეგორიის workshop-ებია, უნდა მოაგროვო, ასე რომ ვთქვა რა. მეორე არის heartbeat-ი, რომელიც ემოციებთან არის დაკავშირებული. პირველი ეს flowing-ი არის შიშთან. ანუ რა გიჭერს? ეს 5 stage-ი რაც ჩამოთვალე, ერთიანდება. ეხა მეორე რუკა შემოდის, მანდ რომელიც არის ეს ემოციური რუკა. ამ პირველ რიტმში flowing-ში ტალღისებურ რუკაში რო იყო flowing-ი. ეგ თავარი რუკა არ იცვლება, რჩება, ამას ემატება. ანუ პირველში არის შიში, ანუ რა გიჭერს, ხო? ეს პირველი რუკა ტარდება თქვათ ეს 2 საათის განმავლობაში, ხო? მიმდინარეობს. და მეორე რუკა რო დაიწყოს ეს მეორე რუკა არა, უყურე როგორ არის? ეს არის თავარი მეფი. ახალი რუკა კი არ იწყება, უბრალოდ ფილოსოფია რა აქვს თითო რიტმს შიგნით, მიხდი? გასაგებია, ხო. ანუ flowing-ში არის ასევე ემოციური ნიადაგი რო ვთქვათ, არის შიში, რა გიჭერს რო ფეხი წახვიდე და რაღაც ახალი გამოწვა. შიში, რა გზღუდავს. ეგ არის შიში შემოდის მანდ. მეორეში რო თქვი მამრობითში სიბრაზე, anger-ი, ანუ რომელიც ასევე ჭდილში გამოიხატება, ხო? იმ რაღაცა წეღარაც ვახსენეთ. ძალაუფლება, კონტროლი, რაღაც აგრესია. მესამეში ქაოსში შემოდის უკვე სევდა. ის რაღაც ემოციები ამ ქაოსში, რომ ამ ფერთხავ ამოგდის ის წუხილი დარდი და არის სევდა, რომელშიც ხალხი ტირის, ზოგი ყვირის გამოხატავს ამ ყველა ემოციას. მეოთხეში გადადიხარ, როდესაც ამ ინტეგრაცია ხდება, ამ ემოციების გამოშვება ხდება, უკვე თავისუფლებაში აღწევ სიხარულს, იმ joy რო შემოდის, ხიარულება შემოდის, ბედნიერება შემოდის. და ბოლოში არის compassion, ანუ მიტევება. ეს არის ემოცია. ასევე არის მესამე კიდე, რომელიც შედის ამ იმაში, cycles რო ვახსენებ. არის დაბადება პირველი. birth, მე არის puberty, ანუ ფეხის ადგმა ცხოვრებაში, engagements რო ვაკეთებ სამყაროსთან. სამყაროში იწყებს ბავშვი უკვე რა ხდება, ჯერ ვინაც მოდის. მესამე არის ეს გარდატეხის პერიოდი და მეოთხე არის ეს ჩამოყალიბების, დასრულობის პერიოდი და ბოლო არის სიკვდილი, გარდაცვალება.
ეს არის მთავარი სამი რისგანაც ეს ყველაფერი ამას კიდე გვაქვს სარკის workshop-ები, mirrors workshop, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი workshop-ია, იმიტომ რომ აქ არის შენი ego პერსონაჟების ამოდის უკვე. ეს ego პერსონაჟები არის ულევი ჩვენში და ძალიან ერთ-ერთი რუკა მაგისი, რომელსაც გაბრიელი ყოველთვის იყენებდა ყველაფერში ამ რუკას, იმიტომ რომ სტუდენტებთან მიმართებაში, მასწავლებლებთან, კოლეგებთან მიმართებაში, სამყაროსთან მიმართებაში, რომ ყოველთვის იყო ხიზლად, სად მოდის ჩემი ego და სად ვარ ნამდვილი მე და რა უნდა და რას აპროექცირებ შენ სხვა შენში მიმდინარე პროცესს, ხო? და ნუ ამასთან ერთად არის კიდე სხვა მოცემული დამატებითი workshop-ები, მაგრამ ანუ ეს არის ეს რუკების აქვს ყველას თავისი ასე რომ ვთქვათ მიმდევრობა, რომ უნდა გაიარო ეს ყველაფერი, რომ ამ ყველაფრის გასხეულება შეძლო ფაქტიურად შენ ცხოვრებაში გადმოტანა. ეს ყველა workshop-ი შენ საქართველოში გაგეკეთებია თუ არა, ამ workshop-ებს ყველას მე რაც დავიწყდა, მე დავამთავრე ტრეინინგი 2018 წელს. ანუ რომ წამოვედი კორპორაციიდან და რომ დავიწყე ბოლომდე ჩართვა 2018-ში დავამთავრე ტრეინინგი, მაგის მერე ვასწავლიდი ნიუ-იორკში წლები, მერე გადავედი მექსიკაში, ტულუმში ვცხოვრობდი 3 წელიწად ნახევარი და 1 წლის წინ დავბრუნდი საქართველოში. workshop-ების ჩატარება ფიზიკურად დავიწყე, აკრას მექსიკაში რომ გადავედი 2020-ში, ხო? 21-ში მქონდა პირველი workshop-ი, მერე ნიუ-იორკში მქონდა ეს shadow workshop-ი გავაკეთე და გავაკეთე 2 workshop-ი. მე ვარ ანუ ამ ტალღისებური რუკის მასწავლებელი. რაღაცა პერიოდის მერე გვაქვს დამატებითი ტრეინინგი, რომელსაც იღებ ემოციური ეს heartbeat teacher-ი ხდება. ანუ ჯერ შენ უნდა გახდე. ხო, რაღაცა პრაქტიკას გადიხარ, ჯერ ასწავლი ამ waves რაღაცა პერიოდი, რომ მერე ამ მეორის იმაზე შეხვიდე და ფაქტიურად მთელი სამყარო ყოფილა. კი, და სხვათა შორის ანუ აი ეს ყველაზე დიდი შიში რაც მქონდა ტრეინინგს დავიწყე სიარული იყო ხალხთან საუბრის. ისე მეშინოდა რომ ღამე მესიზვრებოდა რომ გამოვდიოდი და რაღაც ისურელებს ლაპარაკობდი და ნუ აი პანიკური შეტევები მქონდა და სულ ვაზიარებდი ტრეინინგის დროსაც ჯონათანს ვეუბნებოდი რომ აი მეშინია და პირველი პრაქტიკ კლასი რო ჩავატარე, მახსოვს რომ იმხელა მონოლოგი გავაკეთე რომ ჩემი მეგობრები ვინც ესწრებოდნენ გაგიჟდნენ და აი რასაც ვახსენებდი რა, რომ იმხელა ის მქონდა, რა ქვია, ამ შიშის გადალახვაშიც ისე მეხმარებოდნენ, რომ მაშინ მახსოვს რომ დავამთავრეთ ნიუ-იორკში როგორ იყო, იცი რომ ჯონათანი ასწავლიდა სამშაბათობით თავის კლასი ქონდა და კვირაობით ქონდა კიდე ასევე თავისი კლასი, რომელსაც თვითონ რო არ იყო, კალენდარი ქონდა და ეს ძველი ეს პიონერი მასწავლებლები ჩამოთვალე, ისინი ატარებდნენ ამ კლასს, ნუ ყოველს თავისი სკეჯუალი ქონდა და არ მქონდა მაშინ ჯერ უფლება რომ რაღაცა პერიოდი რო ხა მაშინ მოხვედრილიყავი და მახსოვს აი ესე სადღაც ერთ-ერთ ამ პიტერის სახლში ქონდა შეკრება რაღაცა სადულზე ვიყავით გასულები და ღამე გადაწყვიტა რაღაც 11 საათზე მანობა ხვალეო მე ფეხბურთს ვუყურო და ტატაო ჩაატარებო შენო ჩემ კლასს ხვალეო და აი მახსოვს ისეთ ცუდად გავხდი ეს ხდება 11 საათი და მეორე დილის 11-ზეა კლასი და სახლში რომ მთელი ღამე არ მეძინა, იქ გარეთ პარკში ვიჯექი რაღაც მედიტაციას ვაკეთებდი და მახსოვს რომ ძალიან შევეწინააღმდეგე რომ არ მაქვს მეთქი უფლება ჩატარებ. რას ქვია მე გეუბნებიო, როგორ არ გაქვს მე გეუბნები რომ უნდა ჩაატარო და აი ეს ნდობის მომენტი ხდები სტიმული, რასაც გაძლევს, რომ ის კერა რომ შენ არ ხარ ხა ჩემ ეტაპზე რომ გააკეთო, ანუ აი ეს რაღაცა ბიძგი ასე რომ ვთქვათ რა და იმდენად იმახსოვს რომ იმდენად ჩემი მენტორი ერთ-ერთი გამომიგზავნა თან თემი რომ დასწრებოდა ჩემ კლასს იმხელა მართლა აჟიოტაჟი და ესეთი ძალიან ერთ-ერთი განსაკუთრებული კლასი ჩავატარე მაგ დღეს რომ აი ეს ფიდბექები, აი ეს მე მაგის მერე უკვე ჩამსვა თვითონ მაგ სკეჯუალშიც აი სადაც არ უნდა წავიდე, სადაც არ უნდა ვიმოგზაურო, იმხელა ყოველთვის რომ კონტაქტზე არიან ყველანი და გვერდში გიდგანან და მხარს გიჭერენ, მე ვთვლი რომ ეს ცალკე განახებს იმ კომუნის ძალას. ხო, ხდება. და თვითონ ანუ ცეკვის მონაწილეებიც ვინც გაივლიან რა, მე ხო უკვე აი ეს დაკვირვებები, აი ყურადღებები რო შედის რა ფაზებში რა, რასაც გადიხარ.
ნუ ეს ხო გადადის ცხოვრებაზე რა, მე და ის ყურადღებაც მიყვება რა ცხოვრების განმავლობაში, რომ სად ხარ ჩაკეტილი, სად ზედმეტ ექსპრესიას აკეთებ, სად ზედმეტად ეჯაჭვები ადგილს. აი ეგ ჩემთვის აი ძალიან ის იყო რა. Განუშალონი იყო ის რაღაცები, რომ ხვდები, რომ ანუ რაღაცა უკვე კომფორტის ზონა შეიქმენი ერთ ადგილას და იქ ცეკვავ. და აღარ გინდა რომ გახვიდე. მე შენგან რომ მოდიოდა გაიდენსი, რომ ეხა გადადგინა ბიჭი, იქით არ დადგეთ რა. ანუ როგორ რაღაცას არ უნდა სხეულს რა, რომ გავიდეს რა და იქ უნდა რომ იყოს. ხო, ანუ კომფორტიდან ფაქტურად რეალურად რაც ხდება ამ პრაქტიკაში, ყველაფერი რაც დისკომფორტს გიქმნის, მანდ არის სწავლება. მაგ დისკომფორტიდან გამოსვლა. და ეს ნუ ცეკვით აკეთებს. ხო, ცხოვრებაშიც ეგრეა, დისკომფორტი რო გვექნება, მაშინ ხვდებით ხო, რაღაც კედელზე რომ მიგვაყუდებს სამყარო, რომ რაღაც მაშინ ხდება გარდაქმნის პროცესი და ერთს დავამატებთ რომ არ დამავიწყოს, ეხლა მინდა და მე თქვა რომ აი რო ახსენე რომ ეს თვითონ plant medicine-ის ყველაფერი რა ბოლო 2 წლის წინ მქონდა ძალიან დიდი 2-3 წლის წინ დამავიწყე რომელ წელში ვართ ძალიან მესამე აი რო ახსენე ჩემ ცხოვრებაში იყო დედაჩემი რო გარდაიცვალა შემდეგ 5 რიტმი რო აღმოაჩინა და ეს იყო მესამე კარმული დასასრულს ვეძახი ჩემი ცხოვრების აი რაღაცა პროცესის სადაც აღმოვაჩინე ზუსტად რომ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა რომ ესე ჩართული ვარ ამდენი წელი ამ ყველაფერს ვაკეთებ სულ მაინც რაღაც პერიოდიდან ციკლი ხო ეს ცეკვა როგორც არის მივდიოდი რაღაც ეტაპზე რომ ვარდებოდი ისევ ამ დარქნეში ამ სიბნელეში დეპრესიაში აი რატო კითხვა რომ პროტესტი რო გიჩდება რომ აი ამდენ სწავლობ და ამდენ ინფორმაციას ფლობ და რატო ხდები ისევ აქ ბრუნდები ხო მაშინ მივახციე იმ ხელა იმას რომ გადავწყვიტე რომ მეთქი აი ახლა ბოლომდე უნდა ჩავიდი ამ ჩემს შადოუში ამ ჩრდილში რა და აი ამ პროცესის დროს აღმოვაჩინე ისევ და ისევ ამ სხეულთან მუშაობით და plant medicine-ით რომ ყველაფერი რაც არ უნდა ინფორმაცია მივიღოთ ხო ზოგჯერ აი რომ ცხოვრებაში რაღაცას ხდება და იცი რომ არ უნდა მოახდინო ის რეაგირება მაგრამ შენი სხეული არ გიშვებს აი თითქოს ფოთი გაკ, მაინც ბრაზდები, მაინც რეაქციას ახდენი, იმაზე მე შენ თავზე ბრაზდები. მივედი ზუსტად აი ამ პროცესში იმის აღმოჩენაში ბოლომდე დავწმუნდი, რომ ყველაფერი მაინც ბრუნდება სხეულზე რა. ჩვენი ნერვული სისტემაც აშლილი არის მაშინ, როცა ის ემოციები არის სხეულში დაგროვილი. სხეულიდან რომ უშვებ ამ ემოციას. ზუსტად ეგრეა. მაშინ ხდება ნერვული სისტემის დაბალანსებაც რა. არ არსებობს რომ შენ მენტალური და აი ესე ინფორმაცია დააგროვო სხეული დასტრესილი კონდეს გამორიცხული. და წინი და ლოგიკით გადასკია. ანუ მაგის გარანტიას ვიძლევი რომ არ ხდება ეგრე. მართლა არ ხდება და მართლა მივედი იქამდე რომ რაც უფრო მეტად უბრუნდები და არაა საჭირო მაგიტომაც გაბრიელ მიხვდა რომ თერაპიის ოთახში ჯდომა და საუბარი თერაპევტთან 24 საათიან რეჟიმში ნახე თვალ 24 საათი ვიძახი მაგრამ არ შველის თუ ჩვენ ამას სხეულიდან არ გავზოგჯერ არის რომ ისეთ რაღაცას ემოცია მოგდის და ისეთ რაღაცას უშვებ ცეკვის დროს რომ არც იცი რა გაუშვი და არც არის საჭირო რა გაუშვი ყველაფრის შენ ცდილობ რომ მე ისე მენტალით აწესრიგო და მენტალი რაღაც დონეზე მოგიწესრიგდება მაგრამ აქ ანუ როგორც არ დისკზე ან ჩაწერილია ყველაფერი რა და ამას თუ არ გამოანთავისუფლებ ხო ისევ დაგაბრუნებ და ისევ მე დამოკიდებული ხარ რა და თან ყველაზე მთავარი რაც არის როგორც ჩვენ ამ პრაქტიკას აქვს ინკლუზივიტი რა ყველა ადამიანს უშვებთ ანუ ყველა ნებისმიერი როგორც ვახსენებ ფერი რჯულის ქესის disabled თუ რამე ყველანაირ ადამიანს შეუძლია მოსვლა და დასწრება და არავის არა აქვს რომ ავრეუნებით უარს ასევე ჩვენს ნებისმიერ პერსონაჟი რაც ამოდის ჩვენში არაფერს არ ვაკრიტიკებთ და არ ყველა ნებისმიერ პერსონას ვიღებთ და გაბრიელის ნათქვამია რომ ყველაფერი ვართ მაგრამ არაფერი არ ვართ ამავდროულად და ჩვენი ტანჯვაც მოდის იქიდან როდესაც ვიღაცა გეუნება რომ შენ ესეთი ხარ და მე თელი დღე და თვეების იხარ და ნერვიულობ რომ ესეთი არ ვარ ცეკვის დროს ეგ შეგიძლია რომ ხო აი თუნდაც მიცე შენ თავს უფლება ვინ არის ის რაღაცა ჩემის ნაწილი რომელსაც არ ვიღებ რომ გამოვხატო მოძრაობაში რომ როგორ გარდაიქმნას თვალდახუჭული არის რეკომენდირებული თუ თვალ არა იმიტომ რომ თვალდახუჭული რომ ცეკო რაღაცა მომენტში შეიძლება რაღაც ადგილას დადგე და რაღაცა პერიოდი შეხვიდე მაგრამ გაახილო მაგრამ გახელვასაც ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას უწევთ რომ მოადუნო ხედვა ბილიმზერით რომ არავის კონკრეტულად არ აშტერდები მაგრამ გათელ შენს
ყურადღება გაქვს, მაგრამ აი იცი რა ხდება შენს გარშემო, აი კატისებური მასში ხარ რა. ხო და ანუ მაგას ვამბობ, რომ ნებისმიერ შენს ემოციას, მდგომარეობას რო იღებ უკვე და ამისი გარდაქმნა ხდება, იმიტომ რომ მედიტაციაც რეალურად მე ჩემი გამოცდილებით კიდევ ერთხელ იმიტომაც უბრუნდები ამ პრაქტიკას, რომ ძალიან ბევრ რაღაცებს მით უმეტეს წვდომა მქონდა იქ ცხოვრების პერიოდში, მექსიკაში ცხოვრების პერიოდში, რა ვიცი, უამრავ პრაქტიკებზე და მაინც უბრუნდები და ხვდები რომ ამხელა ძალა აქვს, ხუთ რიტმს და არა აქვს ეს ჩარჩო და იდეოლოგია და რადგან ანუ ყველაფერს ადამიანის აი ესეთი human spectrum of emotions ანუ ყველანაირი სპექტრუმი ემოციის, მდგომარეობის ადამიანი ხარ და არავინ არ ვართ გაბრწყინებულები და არ მჯერა გაბრწყინების უბრალოდ პროცესი არის, როგორც ვახსენე, მუდმივი ეს ციკლიც, რომ ყველა შენი ცხოვრების ეტაპზე სხვადასხვა რაღაცას უშვებ, მე ახალი მოდის და უშვებ, ახალი მოდის და უშვებ. მედიტაციაც არის ძალიან ბევრი ბრძენი ადამიანიც მაგას წამიკითხავს და გამიგია, რომ იგივეს ამბობენ, რომ მედიტაცია არ არის მხოლოდ ერთი და იგივე რაღაცის მიშტერება, ერთი რაღაცის გამეორება, ხო? კრიშნამურცა აქ ნათქვამი, რომ 5 წლის ბავშვო დასვაო და ერთ და იგივე სიტყვა კოკა-კოლა ამეორებინო, გავაო ტრანსშიო. ანუ მედიტაცია არის, რომ ყველაფრის ყურადღების სამყაროსთან ხარ, ათვიცნობიერებ თუ სად ხარ და ყველაფერს იყენებ იმისთვის, რომ იყო მოცემულ მომენტში მიმღებლობა და გარდაქმნა, მიმღებლებრივი შეგრძნებაში. სამწუხაროდ არ ვცხოვრობთ მთაში გამოწყვეტილები, იმ მთაშიც მოგვიწევს რაღაც ნოინს მერე. აი თუნდაც იმ ხალხს, ვისაც უყვარს რა ცეკვა რა, კლუბებში დადის და ეს რაღაცებში ყველა მაგას ეძებს რა რეალურად. და რეალურად მე ძალიან ბევრი ადამიანი მეგობარი მყავს, რომლებიც 5 რიტმის შემდგომ აღმოაჩინეს ის ძალა ცეკვის, რომ ფხიზელზე შეგიძლია ხო, ეგ უნდა ეტაპზე გადასვლის, რომ 5 რიტმის დროს არის აბსოლუტურად ფხიზლად მიდის ეს პროცესი და მაგასაც სწავლობ, რომ არ ნიშნავს, რომ რახან შენ ცეკვა გინდა, მაინდა-მაინც რაღაც სტიმულატორი თუ რაღაც უნდა მიიღო ამისთვის რა, რომ შენ ეს ჩვენში უკვე არის ექსტაზური მასში, რომ მიხვიდე, ჩვენში ეს ability არის რა, შესაძლებლობა ამისი. აი უხსოვარი დროიდან, ანუ პირველ ეს ტომებიდან ეს ტრანსული ცეკვები სულ იყო და ეს რაღაცა ამ სოციუმს ანუ ენატრება უნდა რა ეს კათარზისი ამ კუთხით რა და პირველი ენა იყოს ფაქტიურად ერთადერთი გზა არ არის რომ რა თქმა უნდა მე არ ვაკნინებ კი არა მე თვითონ დავდივარ ან კლუბს რა მაგრამ კლუბურ ცხოვრებას რა მაგრამ არ არის ეგ ერთადერთი გზა რომ მაინდა-მაინც ღამეები უნდა ათენო და უნდა ეს რო ანუ აქ შეგიძლია რომ ეს გამოცდილებები მიიღო და ძალიან მაგარი კი ნამდვილად რამე ხო არ არის დამატებაც გინდა და შეგვიძლია დავასრულოთ. აი შეგვიძლია დენი ხანი ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ მართლა მთელი სამყარო ყოფილა შიგნით მე არ ვიცოდი ხა რა ეს არის ჩემი ორჯერ გამოცდილებით რა რასაც საუბრობ რა და ეხლა რო ლაპარაკობ მინდა რომ აქ რაღაცა ისინი გავაკეთოთ ხშირად. ხო არა ძალიან მართლა ძალიან ისეთია უსასრულო არის და ხო ალბათ რაღაც ბოლოს დავამატებდი რომ უფრო ისეთ დასრულებულად მაგალითს მოვიყვანდი, რომ აი რო ვახსენეთ, რომ ყველაფერი ცხოვრების ნებისმიერი საკითხი შეგიძლია მოარგო ამ რუკას, ნებისმიერი თემა, ელემენტარული მაგალით რომ მოვიყვანოთ, აი რაღაცა პროექტს რო ქმნიან, ნახატს რო ხატავს ხატვარი, არ აქვს მნიშვნელობა, აი პირველი იდეა რომ იბადება, ეს არის პირველი რიტმი. ქმედებაში გადასვლა არის მეორე, ხო? მესამე არის რაღაცა პროცესში რო ხარ ჩართული და მეოთხე არის უკვე აი რაღაც შედეგს რო იღებ და სიხარული რო გაქვს ამ ყველაფრის და ბოლოში არის სტილნესი, რომ აი გიდევს და ამტკბებიან შენი ქმნილებით, ხო? აი ყველაფერი აბსოლუტურად ინტიმური ურთიერთობა აიღე, ყველაფერი სამყაროში პატერნს იმეორებს რა ყველა და პატერნს გადიხარ უკვე. მაგიტომაც არ არის ძალიან ეზოთერული, არის ძალიან მიწა სამყაროსთან, რეალობასთან კავშირში და მაგიტო ვაფასებ რა ყველაზე მეტად რომ არ არის ეს რაღაცა სექტა ასე რომ ვთქვათ რომ დავარქვათ. შეიძლება ყველაფერი შეიძლება გახდეს სექტა ეხლა თვალდებით, მაგრამ თუ მოინდომე კი რა თქმა უნდა გვეძახიან ზოგიერთები კიდე ბევრი მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა რომ არ არის ეს რაღაცა ვიწრო
ჩარჩოში მოქცეული და ბევრ რაღაცას მოიცავს რა. და რა ვიცი, მაგარია რომ არის გვაქვს რა საშუალება, რომ ესეთი რაღაცები, ანუ რომ გახსნილობა გქონდეს და გამოვცადოთ ესეთი რაღაცები რა, იმიტომ რომ არ ჩავკეტოთ რა ჩვენი თავი სულიერ გზაზე, რომ მაინდა-მაინც რაღაცა დამჯდარი მედიტაცია და იოგა ამ მხოლოდ სულიერება რა, ეს ბევრი ნამუშევარი გამოცდილებაა კაცობრიობის ცოდნაა და ყველა თავის პრაქტიკას პოულობს და კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ძალიან ვაფასებ სხვა პრაქტიკებსაც, მაგრამ ჩემთვის პირადად უფრო მრავალფეროვანია. შეიძლება იოგა უფრო ნაკლებად intimidating, როგორ არის ქართულად რაღაცა ტრიგერს იწვევდეს, ის ყველა შეეძლოს დასწრება. ცეკვა უფრო კომპლექსეთი არის რა. ანუ სიმამაცეს მოითხოვს შენში, რომ სიმამაცეს მოითხოვს. ამდენი ხალხის წინაშე გამხიზელი. კი და ერთი ეგ აქვს, რომ ყველასთვის ანუ ინგლისურად უფრო კარგად გამოდის, რომ freedom is for everyone but not for everybody. ანუ ყველასთვის არის, მაგრამ ყველა სხეულისთვის არ არის რა მოცემული, მაგრამ ანუ ეგა აქ ერთადერთი, რომ უფრო მეტ ყველასთვის ადვილად გამოსაცდელი არის რა. და რა ვიცი, მინდა რომ ანუ აი ეს იყოს როგორიც აი გახსნილო, ან ცდელი რა, მე მიყვარს რა ცდელი ხალხი რა, რაღაც ახალი როი და რო ცდი რა, უბრალოდ მიდი რა, ცადე რა. შეიძლება ესეთი რაღაცა საქართველოში ძალიან საჭირო არის, ძალიან საჭირო არის და ტრეინინგზე რო ვიყავი, მახსოვს ვიყავით რაღაც 70 კაცი, 75 სხვადასხვა ქვეყნიდან და რომ უსმედი ამ ხალხს, რომ ან მეთქი აი როგორ ძალიან ყოველთვის ის მქონდა, რომ აი საქართველოში ჩემ არ სუმეშინო და მეთქი ჯვარზე მაცნობენ და რაღაცა. არა, მახსოვს კოვიდის დროს რომ ჩამოვედი 2020-ში და აი ესე ფრთხილად რაღაცა კლასები ჩავატარე და ხალხისგან გამოხმაურება მოყვა, მივხვდი რომ მეთქი ოკეი რაღაცა მომიღებლობა ცოტა არის და ნელ-ნელა ემატება ეს community-ც იზრდება და ეგერ თაკოც ატარებს ახლა კლასებს და ანუ რაღაცა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაიზრდება უფრო მეტად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი ამას მართლა თავდაჯერებით ვამბობ, რომ კომიტმენტის და ესე თუ არ დაისახე, რომ ეს არის ჩემი პრაქტიკა და სულ უნდა ვიარო, ეს 1000-ში ერთხელ გამოჩენი ჭირდება რა, როგორც ყველა პრაქტიკას. კი, არის მე მილიონი სხვა პრაქტიკა, ecstatic dance, რომელიც 5 რიტმიდან წარმოიშვა რეალურად. გაბრიელის გამოცდილება არ მაქვს. ხო, ანუ გაბრიელს აქვს ერთ-ერთი წიგნი დაწერილი, Maps to Ecstasy ქვია და თავიდან ecstatic dance ეძახდა, სანამ 5 რიტმს ჩამოაყალიბებდა და ecstatic dance ნიუ-იორკში, ამერიკაში, მაქედან ანუ 5 რიტმისგან ინსპირაცია ვინც აიღო ხალხმა და არ უნდათ teacher training-ზე წასვლა, დაიწყეს ესე ცალ-ცალკენ რეალურად ის სივრცის დაცვის კანონები რაც გვაქვს ეს მუსიკას waves როგორც ვაწყობთ, მაქედან აიღეს უბრალოდ გიდირების გარეშე გააკეთა და მე ახლა ისე გავრცელდა მთელ მსოფლიოში, ბევრმა არც იცის საიდან წამოვიდა ecstatic dance და ნიუ-იორკის community ყოველთვის ერთი ვართ ecstatic-ი და ნიუ-იორკ 5 რიტმის ერთი community ვარ და სულ ყოველთვის აჟღერებენ, რომ გაბრიელი როთი იყო მათი ინსპირაცია და ხო ეგ ისტორია ნამდვილად აქვს. მადლობა, საინტერესო იყო. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე მართლა და ერთ სულიმա კიდე გამოვცადო შენთან ერთად მუსიკის სეტით ძალიან კარგად გაქვს შერჩეული რაც არის იქ და ჩვენთან შეგვიძლია კიდე დავგვეგმოთ გარკვეული ეს ვორქშოპები. არა, მე ყოველ მეორე კვირას ვატარებ შენში კი. სამშაბათობით მაქვს მე-6 გვინეძეში და ყოველ მეორე კვირას მიხარია ჩვენთან ერთად რო ხარ. დიდი მადლობა მეც. მადლობა დღეს ეს არის შევხვდებით შემდეგ მასწავლებელთან ერთად შენ პოდკასტში. მადლობა. აუ, ძალიან საინტერესო.